2021 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს გამარჯვებული. ვარ მე მიყვარს მათემატიკის ქართული ვერსიის, ანუ გერმანულ-ქართული პროექტია და მისი ავტორი და რედაქტორი. და ძალიან ბევრი წარმატება მაქვს ცხოვრებაში და მადლობა ამისთვის სამყაროს და მადლობა იმისთვის, რომ მეძლევა სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა თქვენთან ერთად. იცით, რომ დაწყებით საფეხურზე ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რამდენად შევძლებთ მოსწავლეს შევაყვაროთ, დავანახოთ, ინტერესი გავუღვივოთ, გავახაროთ და მოტივაცია უმაღლოთ სასწავლო პროცესში. ამიტომ მათემატიკის სწავლება და არა მხოლოდ მათემატიკის სწავლება დაწყებოთ საფეხურზე, სწორედაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავამდიდროთ ამ მრავალფეროვანი აქტივობებით. და ნახეთ, ეხლა არ ჩანს ჩემთან, აი ხო ჩანს. და აბრევიატურა გამოვაჩინე, მე მგონი და ალბათ ხედავთ, წერია მამმამ, ხო? და როგორ ფიქრობთ, ამ რას უნდა ნიშნავდეს ეს აბრევიატურა და რა საკვირველია თუ გადახვალთ შემდეგ ბარათზე, ეს აბრევიატურა თუ განმარტავთ და სათითაოდ დავიწყებთ თითოეული ასობგერის განმარტებას, ნახეთ რა არის მრავალფეროვან აქტივობათა მნიშვნელობა მათემატიკური აზროვნების განვითარებისთვის. რომ გადახვიდეთ შემდეგ ბარათზე? ჩემთან არ ჩანს. აი გადავიდა, აი ეს იყო ამ აბრევიატურის განმარტება და კიდე მომდევნო ბარათზე რო გადავიდეთ და ნახეთ როგორ არის პირველი, რა თქმა უნდა, ჩნდება შეკითხვა, რომ რა მნიშვნელობა აქვს ამ მრავალფეროვან აქტივობებს და რა საკვირველია უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის, რომ მათემატიკა გავხადოთ სახალისო პროცესი, ხო? რომ მათემატიკის მიმართ სიყვარული ბავშვს უნდა დაწყებით, პირველი საფეხურიდანვე უნდა გავუღვივოთ, ჩაუღრმავოთ, უნდა განვუმტკიცოთ, უნდა აი სიყვარულით, ხო ხედავთ, თუ სიყვარული შეგიძლია ფრთები, თუ სიყვარული არ შეგიძლია ფრთები რო გქონდეს ვერ გაფრინდები, ხო? და ასეა ზუსტად მათემატიკის საგანშიც, ხო? და მათემატიკის ცოდნის გაღვივებისთვის მნიშვნელოვანია აი ეს პატარ-პატარა ძალიან მნიშვნელოვანი სახალისო აქტივობები, რომელიც მათემატიკამდე მიგვიყვანს ხალისით. კარგი, გადავიდეთ შემდეგ ბარათზე პარალელურად. ჩემი ხვა ისმის და ვცდილობ, რომ მეც მომდევნო ბარათს ნახე და რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა, რომ კი, მაგრამ აი როგორ უნდა გამოვიყენოთ, ხო? რა გამოვიყენოთ და პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათემატიკის სწავლების დროს, ეს არის მანიპულატივები, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რიცხვი და რაოდენობა ერთმანეთთან ბავშვმა რო გაათავისოს, არის ძალიან საჭირო მანიპულატივების გამოყენება. და ჩვენ ვიცით, რომ მანიპულატივებს ქაღალდებისგან, პლასმასზე, ბევრი სხვადასხვა რაღაცისგან ვიყენებთ, დომინოებს, უნიკატს, თუ რამე არსებობს. სწორედ კარგ ხელსაც მივაგენი ჟელიბონები რო იყიდება, ჟელიბონებს ყიდულობ, ცოტა ხანს ტოვებ ხოლმე პარკის გარეშე, ხმება და სულ ნაირი მანიპულატივების სათვლელი მანიპულატივები გარდაჭხირებისა შეიძლება რომ გამოვიყენოთ სწავლების პროცესში. რომ გადახვიდეთ შემდეგ ბარათზე. გარდა მანიპულატივებისა, ჩვენ ვიცით, რომ აი ესეთი თვალსაჩინო აქტივობები, რომელიც უფრო მეტად ხალისიანს გახდის მათემატიკის სასწავლო პროცესს, ეს არის, ვთქვათ, ისეთი ტიპის სამუშაო ბარათები, რომელიც ხელს უწყობს თვალს, რაოდენობის დაკავშირებაში. ჩემთან მომდევნო ბარათი არ ჩანს და თუ გადახვალთ, რომ თქვენთან ჩანს. აი, თქვათ, უბრალოდ არის რაღაცა მათემატიკური დიდი მოცულობის სხვადასხვა ფერის დაწყობილი, აი მე-9 ბარათზე თუ გადახვალთ, მე-9 სლაიდზე, ვიცი, ჩემთან არ ჩანს. აი, ნახეთ, როგორ არის ერთ თითგროვაში მოთავსებულია სხვადასხვა მწერი პირობითად და მე არის ამოწერილი, მოდი და უამრავია ერთ სივრცეში. და აი თუ შეგეუნებია, რომ მოდი ახლა დავიწყოთ, დავახარისხოთ, ხო, რამდენი ჭიამაიაა და გასწვრივ ვიწყებ დათვლას და ანაწილებ. მეორე, აი მე-10 ბარათზე თუ გადავალთ, თქვათ, თემატურად, როდესაც თუ ახალი წელია, თუ აღდგომა, თუ რაღაცა დღესასწაულია, ან რა შემოდგომა, ან
გაზაფხულია, ხო? თემატურად ვირჩევ ხოლმე შესაბამის ბარათს, აქტივობას, ამას პრეზენტაციის ფორმატში თქვენ ძალიან კარგად გააკეთებდით თავად და რომ თემატურად ახლა ახალ წელთან მიმართებაში თქვათ ნაძვის ხის ის მქონდა მეათე ბარათზე, ჩემთან არ ჩანს სამწუხაროდ, მაგრამ ისე მეათე ბარათზე ვარ თუ თქვენ ხედავთ, ხო? და მეათე ბარათზეც ასე თემატურად არის ზუსტად ის, რომ სხვადასხვა ფერის ბურთებით არის გალამაზებული ნაძვის ხე და აი ამ ბურთების ერთი წუთით ჩვენ მეათე ბარათზე უნდა ვიყოთ ახლა, ხო? დიახ, კი. მანიპულატივები შემდეგ არ გამოჩენი ლაბარაკი. აი ახლა გამოჩნდა. გამოჩნდა ნაძვის ხე რომ ხატია, ხო? კი ბატონო და იქვე აქ აქტივობას მითითებული რომ დაითვალე რამდენი წითელი, რამდენი ყვითელი, რამდენი ლურჯი. ანუ ნახეთ, როდესაც შეკითხვა სხვა რომ ჩვენ ხო ვიცით რომ მათემატიკა არის ყველაფერში, და ყველაფერში, ხო? ამიტომაც ნებისმიერი ტიპის აქტივობა და თანაც თუ იქნება ფერადი მოსწავლეზე ორიენტირებული და რა თქმა უნდა კავშირში მათემატიკასთან, რაოდენობასთან, რიცხვებთან, ყოველთვის აი ნებისმიერ ბარათს ვაქცევ ხოლმე მათემატიკასთან, როდესაც შეკითხვა არის ხოლმე რომ რომელ საგანთან შეიძლება მათემატიკის ინტეგრირებაზე, ყველა საგანთან, სიმღერასთან, ქართულთან, ხელოვნებასთან, ბუნებასთან და ასე შემდეგ. ახლა მე-11 ბარათზე რო გადავთოთ და გარდა იმისა, რომ აი ესეთი სახალისო ტიპით შეგვიძლიათ ხოლმე მოსწავლეებს შევთამაზოთ ფერადი აქტივობები, აქვე ვიცით, რომ ინტერაქტიული ტექნოლოგიებით გამდიდრებული საგაკვეთილო პროცესი, გუნდუნდაც მათემატიკის და არა მხოლოდ მათემატიკის გაკვეთილზე, ვიცით, რომ თანამედროვე საუკუნის თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თქვათ, ხერხია მოსწავლეთა мотиваციის ამაღლებისთვის, ხო? რომ გადავთოთ მომდევნო ბარათზე, ჩვენს წიგნში მე მიყვარს მათემატიკას თუ იყენებთ ხოლმე და თუ არ იყენებთ სკოლაში, ისედაც შეგიძლიათ აი ის მასწავლებლის წიგნში არის ხოლმე ძალიან კარგად მითითებული. ნახეთ, მე მიყვარს მათემატიკას მოყვება ერთი ესეთი ჩვენ ვართ ახლა მე-12 ბარათი, ხო? ერთი ესეთი გვერდი აქ დასაწყისში, ქალბატონ შორენ ატაბატაძემ უსაყვარლესი ქალბატონია გააკეთა ჩვენი წიგნისთვის სპეციალურად ელექტრონული ბარათები, აქტივობები, თამაშები და იქ არის მითითებული აი ეს ბმულები. მე ქალბატონ ზიას მივაწოდებ დღეს იმ ჩამონათვალს პრეზენტაციის სახითაც და თუ სურვილი გექნებათ ამ პრეზენტაციასთან ერთად, აი ყველა ბმულია მითითებული პირველი და მეორე კლასის ერთად, რომელი ბმულებით შეიძლება რომ გამოიყენოთ როგორც ინტერაქტიული თამაშები მათემატიკის სწავლების პროცესში და განსაკუთრებით თუ ჩვენი წიგნით ასწავლით, მე მიყვარს მათემატიკა, რა თქმა უნდა, აქ უფრო მეტად გამოიყენებთ თუ არა და ამის გარეშეც შესაძლებელია რომ გამოიყენოთ, რომ გადავიდეთ მომდევნო ბარათზე და ეს იგი ერთ-ერთი ფორმა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი მანიპულატივები, მეორე არის რომ რაც შეიძლება ფერადი თვალსაჩინო რესურსი, რომელშიც ბათუნა ერთი წუთით მე უცებ გაგედიშეთ შუქი ჩამიქრა და ეხლა მობილურის ინტერნეტი გავაზიარე და რომელ ბარათზე უნდა გადავიდე გაგეთიშეთ უცებ რომელზე კი ბატონო მე-12-ზე რომ მე-12-ზე ვართ მე მიყვარს მათემატიკა წიგნით მე-13-ზე თუ არ შეგაწუხებთ კი ბატონო ჩვენთანაც წვიმიანი ამინდია ურეკში მყავს შვილიშვილები და ცოტა ჭედავს და ბოდიშის მაგრამ მგონი ისმის ჩემი ხვა და მოდი ეხლა კარგად რაკარია, მადლობა. და მოდი გადავიდეთ შემდეგზე, ანუ ჩვენ ჩამონათვალი გავაკეთეთ, რომ მათემატიკის ხალისით სწავლებას ხელს უწყობს თურმე, თქვათ, ფერადი მანიპულატივები, აქტივობები თამაშებით და ფერადი ილუსტრაციებზე, თქვათ, ელექტრონული რესურსი და ახლა გადავიდეთ იმ სახალისო მათემატიკურ თამაშებზე, მე შემოგთავაზებთ ბევრ მათემატიკურ თამაშს, ამ 50 სლაიდია ბარათია გამზადებული თქვენთვის და იყენებთ დარწმუნებული ვარ და მოდი პირველი იყოს ჯერ არ გადახვიდეთ აი აქ მე-13 ბარათზე ვიტყვი მოკლედ როგორი ტიპის აქტივობებია ისე უკან დაბრუნდით აი ეს თქვათ რიცხვების თამაში კუბიკებით ხო გამოიყენეთ ფერადი კუბიკები რიცხვების წარმოსადგენად და ბავშვებმა შეიძლება აწყონ რიცხვების შეასრულონ მარტივი მიმატება გამოკლება მაგალითად ყვითელი კუბიკი 10 ცალი წითელი კუბიკი 8 ცალი პირობითად და თან ამას თან იწერს ჩანაწერების სახით მეორეებს დავარქვათ თამაშის ფორმების სკავენიჯერი რა უცნაური სახელია ხო ბჭყალებში იმიტომ წერია რომ თითქოს ნადირობაში
შეიძლება გავშიროთ გეომეტრიული ფიგურები ოთახში ან სოკოლის ეზოში ან სივრცეში გამოჭრილ გეომეტრიულ ფიგურებს გულის მალავთ სხვადასხვა სივრცეში და უნდა იპოვონ და დაასახელონ სხვადასხვა ფერის და ფორმის რაოდენობების მიხედვით, ხო? კარგი თამაშია რიცხვებზე ხტუნაობა, ესეთი ძალიან საყვარელია. დაახატეთ ცარცით დიდი ზომის რიცხვები და წამოიძახეთ რაღაცა მათემატიკური მოქმედება და ბავშვები ესე დახტიან. მაგალითად, 3-ს მიუმატოთ 5 და ჯერ 3-ზეა, მერე გადახტეს უნდა 5-ზე და თან მაგალითი ჩაიწეროს. ძალიან საინტერესო აქტივობაა მათემატიკური ზღაპრები, ხო? შექმნით მოკლე ამბები, სადაც გმირებს მათემატიკური პრობლემის გადაჭრა უწევთ. მაგალითად, აგერ სპაიდერმენი პირობითად გააჩნია თქვენ მოსწავლეებს, რომელი გმირები უყვარს სპაიდერმენს, ძალიან უნდა რომ დაეხმაროს, აი ქუჩაში მოსიარულე მოხუც და მოდით ახლა აი როგორ დაეხმარება და აი ამა და ამ მაგალითის ამოხსნით. ანუ ძალიან უყვართ ბავშვებს, როდესაც რაღაც ზღაპრულ ელემენტებს თავაზობთ, განსაკუთრებით მათემატიკას თუ ასე აფერადებთ, მით უმეტეს უფრო საინტერესო და ხილვადია მათთვის. რიცხვების მუსიკა რა საყვარელია, ხო? ასწავლეთ მარტივი სიმღერები რიცხვებზე და თვლაზე. მაგალითად 10 და 10 20 შეკაჭამე ხორცი რაღაცა თვითონ შეება მოსწავლეებმა მოიფიქრეს. ბუდიშის მოხდეთ შემდეგ პარაძე რო გადახვიდეთ, ძალიან ხშირად აი ნებისმიერი ილუსტრაცია რაღაცა ზღაპრიდან რაღაც ილუსტრაციას რო ვიპოვი, ვიწყებ ხოლმე ამ ილუსტრაციის დაკავშირებას მათემატიკასთან, ხო? და თითქოს რა არის ახლა ამ ილუსტრაციაზე? პირველი და რაც მთავარი არის განწყობა, რომ რაღაც დადებითი განწყობა მივიდეს მოსწავლეს და მე უკვე იწყებ რაღაც რაოდენობების აღმოჩენას ირგვლივ. აბა მოდი დავთვალოთ რამდენი ჩიტია და იწყებს კაკადუთან თუ ახსენებ კაკადუს, მით უმეტეს ხო დაიწყებს ბავშვი კაკადუს მოძებნას, რამდენი ადამიანია ნახატზე, ადამიანები უფრო მეტია თუ ჩიტები. მოდი დავთვალოთ ბუჩქების რაოდენობა, მოდი დავთვალოთ და რეალურად აი ამ პატარა ერთი პატარა ილუსტრაცია ნებისმიერი სახის, რომელსაც თქვენ შეარჩევთ, შეიძლება რომ გახდეს მათემატიკური აზროვნების ჩამოყალიბების ძალიან საინტერესო ხერხი და შესაძლებლობა, ხო? რო გადახვიდეთ შემდეგ პარაძე, მე-15 პარაძს თუ განვიხილავთ, აბა მოდი აქაც უმაქონ. ძალიან ბევრი სახალისო აქტივობა შევარჩიე. ეს არის რიცხვების სწავლა ზღაპრებით, ხო? მაგალითად, ზღაპრები, სადაც რიცხვებია ნახსენები, მაგალითად 3 გოჭი, ხო? 7 თხამა, თქვათ კიდე ხო არის 5 ის რო არის, მოკლედ 7 ფიფქია და 7 ჯუჯა. ხო, ძალიან კარგია, როდესაც ზღაპრებში აღმოჩენენ ბავშვები რიცხვებს და რაოდენობებს. ასევე გეომეტრიული ფიგურები შეიძლება ვისაუბროთ ზღაპრებს, შეეწინა ბარათსაც თუ დაუბრუნდებოდით და აღარ დაბრუნდეთ, უბრალოდ თუ გავიხსენებთ, იქ შეგიძლიათ რამდენი გეომეტრიული ფიგურა დაინახეთ, თქვათ კვადრატები თუ შეამჩნიეთ ფანჯრებში, თუ კარები უფრო იყო კვადრატის ფორმის და ასე შემდეგ. შეკრება გამოკლება ზღაპრების პერსონაჟებით. მაგალითად იყო 2 ჯუჯა, წავიდა 1 დაემატა 2 და ასე შემდეგ. დროის კონცეფცია ზღაპრებში ასწავლეთ დროის კონცეფცია. მაგალითად, ერთხელ, ორჯერ, უკვე 2ჯერ მივიდა მდინარესთან, ხო? უკვე 5ჯერ აიღო ერთი და იგივე ნივთი და აი ამას ჩანაწერებში აკეთებ. იმიტომ რომ როდესაც გვეკითხებიან, რომ რა არის მათემატიკა და რაში გამოვიყენოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათემატიკა არის ყველგან და ყველაფერში, ზღაპრებშიც, ფილმებშიც, ანიმაციებშიც, რვეულებშიც, წიგნებშიც და ასე შემდეგ. ძალიან კარგია მათემატიკური აქტივობა ზომების შედარება. ხო? შევადაროთ რა რვეული უფრო გრძელია თუ წიგნი, თქვათ, ჩემი სახაზავი უფრო გრძელია თუ პენალი, საშლელი თუ სათლელი და ასე შემდეგ. პატერნების ამოცნობა რა საყვარელია, ხო? პატერნი, ანუ ბრჭყალებში ესეც ჩაცნობი, ანუ ზღაპრიული ელემენტების მეორედ განმეორება. მაგალითად, რო ყვები წითელქუდეს და ვთხოვ, რომ აბა რამდენჯერ შეხვდა ამ ზღაპარში სიტყვა წითელქუდა. და ისინი თან ითვლიან, იმიტომ რომ ჩვენ ხო კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც ვეკითხები, რომ მათემატიკა რომელ საგანთან შეიძლება გავაკეთოთ ინტეგრირებულად, ჩვენ ვიცით, რომ 21 საუკუნე ეს არის პირდაპირ ბუმი საგნებს შორის ინტეგრირების და ერთ საგანში მიღებული ცოდნის სხვა საგანში გამოყენების ტრანსფერს რო ვეძახით, ამიტომ მათემატიკა რაც შეიძლება აი კვირაში ერთი დღე მაინც უნდა იყოს, რომ გავხადოთ აი სხვადასხვა ტიპის აქტივობებით დატვირთული, ინტეგრირებული სხვადასხვა საგნებთან, რომ გადახვიდეთ შემდეგ პარაძე და მე ისეთი ძალიან საყვარელი აქტივობა მოვიფიქრეთ თქვენთვის, ლოლი პოპ. ასე ქვია, მნიშვნელოვანია ხოლმე სანამ აქტივობას დაიწყებ და სანამ
აქტივობას გააცნობ მოსწავლეებს, მანამდე ჯერ კიდევ სახელიც კი მოსწავლეებს რაღაცა განაწყობს ამ აქტივობის ჩატარებისთვის და ლოლიპოპი ხო ყველა ბავშვს უყვარს და აქტივობის სათაური ლოლიპოპ ასე ვქნათ პირველი მასალი ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილი ლოლიპოპის ფორმები და რეალური ლოლიპოპის ჯოხები, ანუ ნამდვილი ჯოხები რო გავაკეთოთ, ოღონ უკან ფეტო. სარიელი ჯოხებს თუ შევაგროვებთ და დაიწყება დათვლა, ითვლიან ლოლიპოპებს და სწავლობენ რიცხვების თანმიმდევრობას, აი პატარა ჯოხებს სხვადასხვა ფერის ლოლიპოპებს ახატავენ, ხო? შეიძლება შეიქმნას მოკლეს ზღაპარი ლოლიპოპების ქვეყანაზე, სადაც პერსონაჟები აწყდებიან და წყვეტენ მარტივ მათემატიკურ ამოცანებს. და შესაბამისად შეგვიძლია მე აი ამ მარტივი ამოცანების შემდეგ დავაჯილდოვოთ ჩვენი მოსწავლეები და პაწაწუნა ლოლიპოპის ქაღალდები თუ ნამდვილად ლოლიპოპებს გადავცემთ, რა თქმა უნდა, ეხა ეს მოსახერხებელიც თუ იქნება, თუ არა და ესე ქაღალდისგან გამოჭრილი ლოლიპოპებით შეიძლება გამარჯვებული მოსწავლე, რომელიც უფრო სწრაფად დაითვლის ყვითელ ლოლიპოპებს და წითელს და ასე შემდეგ. მომდენო პარაძე რო გადავიდეთ, შემდეგ აქტივობას დავარქვი ჭია მაია, ხო? აქტივობა ჭია მაპოვნინე და ჩვენ ვიცით ხო ქართულში ჭია მაპოვნინე ძალიან ჩვენ ბავშვობაში ჭია მაიას რო დავიჭერდით ყოველთვის ეს ქონდა გაცდა რომ აბა თუ გაფრინდება ესე იგი კაი ამინდია კარგი ამინდია თუ არა და მახსოვს რომ ბებო მასალა ჯერ კიდევ ჩვენ ბავშვობაში რომ ჭია თუ რამე დაგიკარგებაო შენ და ეს ლექსი თქვა რომ ჭია მაპოვნინე მე შენ დედას გაპოვნინებ და აი ძალიან კარგი აქტივობა რომელიც სათაურად ასე დავარქვა შეიძლება მაგრამ მათემატიკურ აქტივობად ვაქციოთ. აი ყველგან წერია ხოლმე. მე ქალბატონი მზია დარწმუნებული არ გაგიზიარებთ ამ ჩემს პრეზენტაციას შემდეგ და შეგიძლიათ პროკურატურითაც ჩაიკითხოთ და გამოიყენოთ. არ იქნები ხათუნა ამ პრეზენტაციასაც და ჩანაწერსაც ჯგუფში ავტვირთავ. კი ბატონო და ამ პრეზენტაციის გარდა ასევე ქალბატონზიას მივაწვდი აი როგორც გითხარით შორენა ტაბატაწის პირველი და მეორე კლასის ელექტრონული რესურსებია პრეზენტაციის PowerPoint-ის სახით და მე მივაწვდი და ალბათ იმასაც მოგაწვდიან. ეხლა გავაგრძელოთ ისევ ჩემი პრეზენტაცია აღარ ჩანს და ჭია მაპოვნინე ძალიან კარგი აქტივობაა. ჯერ ერთი კიდევ ვაბრალე არ ჩანს პრეზენტაცია თუ გააზიარეთ. ეხლა უნდა გამოჩნდეს წესით. ხო და სანამ გამოჩნდება მანამდე ჩვენ შევიმზადოთ იმისთვის რომ აი კი დიახ ჩანს უკვე და ნახე ბალახებზე იატაკზე შეგვიძლია ესე დავაფინოთ მწვანე ფოთლებივით ბალახის იმიტაციისთვის ფერადი ფურცლები მე უნდა დავაწყოთ ბალახებზე ესე ჭია მაიას გამოჭრილი ფორმები ბევრი და რიცხვების ბარათები ოღონ ამობრუნებული ძალიან საყვარელი თამაშია და თამაშის წესები არის რომ ბავშვები უნდა დავყოთ პატარა წყვილებად ან პატარა ჯგუფებად ან წყვილებად და თითოეული ჯგუფი რიგრიგობით იღებს ორ რიცხვიან ბარათს ხო და ჯგუფებმა უნდა იპოვონ და აიღოს იმდენი ჭია რაც ამ ორი რიცხვის ჯამით მიიღო ანუ პეტეწუნა ჭიამაიები ქაღალდის ჭიამაიებია გამოჭრილი ამ ბალახს იმიტაციის შეგიძლიათ ესე წრეზე დავსხათ ბავშვები და აი ამ ჭიამაიებს აგროვებენ და თან მაგალითის სახით იწერენ ხო და რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ აქვე ვისაუბროთ შეკრების კომუტაციურ თვისებებზე გადანაცვლებადობაზე თქვათ დაშლაზე პატარ-პატარა ნაწილებლად წარმოდგენაზე რომ გადახვიდეთ მე-18 ბარათზე ხო შემდეგი აქტივობა ნახეთ აქტივობის სახელებითაც კი უკვე განწყობა მოდის ბავშვი წარმოვიდგინეთ რომ შედიხართ მათემატიკაზე და რომ ამბობთ რომ დღეს ჩვენ ვითამაშებთ შავგულა მზესუმზირებს და ჯერ ხო განწყობა უკვე რა არის შავგულა როგორი თამაში ამასებულ და როგორ გამოვიყენებ ამ თამაშს მათემატიკაში თამაშის რამდენიმე ვარიაცია მინდა შემოგთავაზოთ ამ სათაურით. პირველი არის, რომ დავხაზოთ დიდი მზესუმზირის ყვავილი დაფაზე ან იატაკზე და დავყოთ ესე პატარა სექტორებად. თითოეულ სექტორში უნდა ჩავწეროთ რიცხვები და ბავშვები რიგრიგობით აგდებენ რბილ ბურთს ყვავილზე. ესე დიდი ყვავილი ხატიეთ და აგდა ბურთი, რიცხვები წერია და რომელ რიცხვზეც აღმოჩნდა მისი ბურთი ან გამათელი, სადაც დაეცემა ბურთი, იმ რიცხვის შესაბამისი რაოდენობის მზესუმზირის თესლს იღებს. ანუ მზესუმზირები ყრია ჯამში. ჩვეულებრივ ჯამს გულისხმობ, შეგიძლიათ მიიტანოთ წინასწარ ეს მზესუმზირა და ვინც პირველი შეაგროვებს წინასწარ დათქმულ რაოდენობას, ის იქნება მოგებული. მაგალითად წინასწარ შევთანხმდით, რომ დღეს ჩვენ უნდა შევაგროვოთ 22 ცალი მზესუმზირა. ხო, ესე დიდ ჯამში ყრია მზესუმზირები და ბავშვები აი ამ
გაგორების შემდეგ თავისკენ წევენ იმდენ მართლ მზესუმზირას, რაც მათ რომელ რიცხვშიც ჩააგდეს გაგორების დროს. და ესე დავარქვით ჩაგვულა მზესუმზირები და რასაკვირველია, თან წერთ, ხო? ანუ თან რომ მივწიე მაგალითად ჯერ 3 მარცვალი და მერე 5 მარცვალი და აგერ მივიღე 3-სა და 5-ის ჯამი 8, ყველა მოსწავლე ვიცი წრეზე სხედან ან ჯგუფებად სხედან, ისინი ამ მაგალითს იწერენ და გაკვეთილის ბოლოს ისეა ხოლმე რომ 1 და 2 მაგალითი კი არა, სადღაც 35 მაგალითი შემოეწერებათ ხოლმე, ისე რომ ვერც კი ხვდებიან, იმიტომ რომ თან თამაშობენ, გონიან რომ თამაშია ჩართული და თან აი ასე მაგალითებს წერენ. შემდეგ ბარათზე რომ გადავიდეთ მე-20 ბარათზე, კიდე ერთი ეგეთი საინტერესო თამაში გიპოვეთ მათემატიკისთვის. მე-20 ბარათზე რომ აი ესე კვერები, ხო? და შევქნათ ბარათები ბოკვერების გამოსახულებით. ახლა ზოგზე დავწეროთ რიცხვები, ზოგზე ვხატავთ, ხო? რამდენი რიცხვის შესაძლებლობას და ბარათები გვაქვს ესე პირქვე გადმოტრიალებული. ბავშვები რიგრიგობით აბრუნებენ, როგორც ბინგოა ხოლმე, ხო? თამაში რიგრიგობით აბრუნებენ ორ ბარათს და ცდილობენ დააწყვილონ რიცხვი შესაბამის რაოდენობასთან, ხო? თქვათ ერთ ბარათზე არის რიცხვი 5 და სადღაც სხვა ბარათზე არის 5 ბურთი დახატული და რიცხვი და რაოდენობა განსაკუთრებით ეს პირველ კლასს გულისხმობ, ხო? პირველი კლასის აქტივობებია ძირითადად თუმცა ნახეთ როგორ არის შენ თქვენ ხათუნა რაღაც შენი ხმატურება კლასი ყავთ, შეგიძლიათ უბრალოდ აქტივობის სათაური თქვენ ასაკობრივ ჯგუფს მოარგოთ შესაბამისი რიცხვითი ზრდის მიხედვით, ხო? ვიცით რომ ისმის ახლა აბა რო გახვიდეთ ისმის ჩემი ხმა კი ისმის. შემდეგ ბარათზე რო გადახვიდეთ, ისმის, კარგით, მოდიში მაპატიეთ რა ვიცით, ხო ინტერნეტიც რაღაცა 21-ზე გადავდივართ ხათუნა. აბა რო გადახვიდეთ კი ბატონო, დიახ, ძალიან კარგია მათემატიკაში კვირეულები, ხო? ეხლა აქ ხატია π და პის კვირეული ხო იცით რომ მარტშია, ხო? ეს პის დღე სპეციალურად, იმიტომ რომ მარტი არის მე-13 თვე, 14 მართ 14:03, ხო და აი პის უჩვეული კვირეული დავარქვათ, მოიფიქრეთ ხოლმე მათემატიკის კვირეულები რაღაც სხვადასხვა სახელწოდებით. ერთ-ერთი არის პის კვირეული და აი ამ კვირეულში ყოველი დღე არის ხოლმე ასეთი ფერადი სახალისო აქტივობებით მოფიქრებული, ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ ყოველ წელიწადს აი ამ პის კვირეულს ვარქმევთ და ყოველი დღე არის ხოლმე პის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა მათემატიკური აქტივობებით დატვირთული და ამ დროს მათემატიკა სულევნები ხოლმე დავინახოთ მათემატიკა სხვა ჭრილში, ხო? ანუ ბავშვები ხედავენ რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ მიმატება და გამოკლება, რომ მათემატიკა არის ფერადი და საინტერესო, ხო? აბა რო გადახვიდეთ შემდეგ ბარათზე 22. მე ვეცდები რომ ჩქარა ვისაუბრო, იმიტომ 50 ბარათია და თან რაღაცა ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე ცოტა გვიან დავიწყეთ შეხვედრა. ეს არის სატესტო ფლეშ ბარათები. ძალიან ბევრია სხვადასხვა პინტერესტზე და თუ დაგჭირდებათ, თქვათ, შეგიძლიათ მოიდიოთ მსგავსი ტიპის, ანუ როდესაც არის ხოლმე ესეთი რომ მხოლოდ რიცხვები როა, არის რომ რიცხვები და მაგალითები წერია და შესაბამისი ფერით უნდა გავაფერადოთ და აი კვირეულის ფარგლებში შეიძლება რომ ერთი აქტივობა იყოს ესეთი რომ მოდი გავაკეთოთ აი ესეთი ფერადი ნახატები მათემატიკასთან კავშირში, ხო? შეუძლია გაჩვენოს თუ რას უდრის 2 მეტოდ 2 აქ მაგალითზე იწყებ, ანუ თუ გააჩნია ზოგ ნახატში მაგალითი წერია ხოლმე და უნდა გააფერადონ ზოგში თუ პირველი კლასია და მხოლოდ რიცხვებს ვასწავლით და ჯერ დასაწყისია, აგერ ასეთი შემდეგ ბარათზე რო გადახვიდეთ, ერთ-ერთი აქტივობა მათემატიკის კვირეულისთვის შეიძლება იყოს აი პოპკორნებით. 23 ბარათი გვინდა? კი ბატონო, აქტივობა პოპკორნები, ხო? თხოვეთ ბავშვებს დათვალონ პოპკორნის მარცვლები და დაეხმარება მათ რიცხვების სწავლაში და თანმიმდევრობით გაგებაში, არა? დაჯგუფება, შეგვიძლია დავაჯგუფოთ. აბა მოდი დააწყეთ პოპკორნი, ანუ მიგვაქვს ერთი დიდი პარკი, ესე რომ ვთქვათ, ბატიბუტი, მარტივი ხერხიც არის ხოლმე, ვიყიდეთ წონით და მე თვითონ გავამზადე და დიდი პარკით მივიტანე გამზადებული ბატიბუტები და როგორც მანიპულატივები, მაგრამ ნახე რომ
გამოაჩენს, რომ ცხოვრებაში ისეთი რაღაცებიც არის, რასაც შემიძლია რომ გადავთვალო და პირიქით მათემატიკაშთან გამოვიყენო, ხო? მიკროფონები, ჩემი ხმა ხო ისმის? მიკროფონები რო გამართოთ, რომ კიდე კარგად გავიგო. ხო, და ვაგრძელებთ და დავაჯგუფოთ ეს პოპკორნები. მოდი ორ-ორად დააწყე, ხუთ-ხუთად, 10-10-ად. მაგალითად, მარტივი შეკრება პოპკორნებით გამოიყენეთ პოპკორნი მარტივი შეკრების ოპერაციებისთვის. მაგალითად, თუ გვაქვს 3 პოპკორნი და დავამატებთ კიდე 2-ს, რამდენი გექნება? და საკვირველია ამ დროს საინტერესო იქნება თუ რაღაცა რეზინის ხელთათმანები ან კარგად წინასწარ დაბანილები, რომ მე ეს პოპკორნები შეუძლიან დააგემოვნონ კიდევაც, ხო? გამოკლების მაგალითები პოპკორნები, ჩედარებით, აბა 2 მეწყვილე ზის და შენ და აიღე ერთი მუჭა პოპკორნი, ერთი შენ და დათვალეთ და რომელს უფრო მეტი გაქვს. შეგვიძლია ფორმები გავაკეთოთ, ძალიან კარგი ფორმები გამოდის. წინასწარ თქვათ, თუ ამოუბეჭდათ თემატურად რამეს და თქვათ სხვა არის, ან ბეკეკა და იმაში შიგნით აი ამ პოპკორნებს წებოთი ამაგრებს და ძალიან ლამაზი. ან რიცხვები შეიძლება დაწეროს პოპკორნებით. მადლობა, რომ გადავიდეთ შემდეგ ბარათებზე. და თქვათ პლაკატები. როგორ შეიძლება პლაკატები გამოვიყენო მათემატიკის ხალისიანი სწავლების პროცესში და ეს იცით რომ ელფის გამომცემლობის არის მე მიყვარს მათემატიკა და ელფის გამომცემლობას აქვს ძალიან კარგი პლაკატები. სხვათა შორის იმ წიგნში მითითებული გვაქვს კიდევაც ამ პლაკატები რომელი ელექტრონულ რესურსზე შეიძლება ნახოთ და უბრალოდ არის გარეული ფრინველები და ერთი შეხედვით მხოლოდ ფრინველებია და თითქოს რა კავშირში უნდა იყოს მათემატიკის სწავლებასთან და ნახე ვიწყებთ რას. მოდი პირველი დაქტივება იქნება, რომ რომელი ფრინველებს ხედავ გასაგებია და კავშირი ბუნებასთან ან ქართულთანაც. მე ვთხოვ, რომ ამოიწერონ ის ფრინველები, რომელიც მოსწონთ და მოდი დავითვალოთ ამ ფრინველების ასოების რაოდენობა და დავიწყოთ მაგალითების ჩაწერება. მოდი მაგალითად თუთიყუში და სირაქლემა ერთად თქვა თუთიყუში და სირაქლემა დამეგობრდნენ და მოსწავლე იწყებს თუთიყუში ესე ცითებზე ან ისე რამდენი ასობგერაც არის წინ რიცხვს და უმატებს სირაქლემის სიტყვაში არსებულ რიცხვებს და ნუ გამოდის რომ მაგალითი უკვე დაიწერა. მე ვთქვათ მოდი აბა არწივი და ბუ, მოდი ახლა 3 ფრინველი დავამეგობროთ ბუ, ოფოფი და ფარშევანგი. ანუ რეალურად თამაშობ, ძირითადი აქცენტი გადატანილი მასზე თითქოს ნახატზე, თითქოს ინტეგრირება ბუნებასთან, მაგრამ თან ის მოსწავლეები, რომელსაც ჯერ კიდევ კარგად არ გამოსდით შეკრება, გამოკლება манипулативების გარეშე, აგერ ასობგერები დაეხმარება იმაში, რომ დათვალოს და ისე შეკრიბოს. შემდეგ ბარათზე რო გადახვიდეთ 25-ზე. აბა როგორ ხართ ხომ არ დაგღალეთ, ვცდილობ რომ სწრაფად და ისე მოხერხებულად მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ ვთქვათ, რაც შეიძლება მეტი რამ შევიტანოთ და რაც შეიძლება ფერადი გავხადოთ ჩვენი საკლასო ოთახი მათემატიკის გაკვეთილის დროს, ხო? აი აქაც აქტივობა ცხოველების მარათონი. ასე დავარქვი და შეგიძლიათ დაფაზე გაუზიაროთ ან მიუტანოთ რაღაცა სურათი, პლაკატი სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებით და ეუბნები, რომ მოდი ამ ცხოველებმა მოაწყეს მარათონი შეჯიბრი და ვინ პირველი მივა ის, ანუ ესე აყენებს, რომელსაც ყველაზე მეტი ასობგერა აქვს სიტყვაში. მის სიტყვაში, სადაც რომელიც უფრო მეტი, თქვათ, კურდღელი იქნება ნამდვილად პირველი, ნეტა რომელი იქნება მეორე. ითვლიან ასობგერების რაოდენობას და აყენებენ და თან პარალელურად ასწავლი რიგითობას, ხო, პირველი, მეორე, მესამე, ხო, მათემატიკურ აქტივობებში. თუმცა აქაც შეგვიძლია რომ ზუსტად იგივენაირად გადავიდეთ აბა შემდეგ ბარათზე. სხვათა შორის ძალიან ხშირად მეც ჩემს საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ ხოლმე ასე დაჩიმასწავლებელი ჩვენს ოთახში და ჩავთოთ ხოლმე შესაბამისად თემატიკიდან აქ ვიდეო არ არის მითითებული, მული შეგიძლია ძალიან ბევრია ხო გახსოვთ დაჩიმასწავლებლის გაკვეთილები ტელესკოლაში და ვახშებო ჩვენთან დღეს დაჩიმასწავლებელი შემოვიდა რომ ვიტყოდით და მოკლედ დაჩიმასწავლებელი ასეთ აკეთებს აქტივობას ჩვენც იმას კლასში ვიმეორებთ და რაც თავარია უფრო მეტად სხვანაირი ხდება ხოლმე. აბა მოდი რა გითხრა, რა გამოგვიგზავნა დაჩიმასწავლებელმა და არა მხოლოდ დაჩი, შეიძლება სხვა ესე თქვათ საგაკვეთილო პროცესში ჩავთოთ ხოლმე ეს სახალისო სასწავლო ვიდეოები, რომელიც ძალიან უხვად არის YouTube-ზე, ქართულიც და არაქართულიც და კარგია ხოლმე საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის. შემდეგ ბარათზე რო გადავიდეთ, ერთ-ერთი კიდევ ასეთი აქტივობა
27 მათემატიკური ხრიკები, ხო? პირველ კლასელებსაც გამოადგებათ სავარაუდოდ, მაგრამ განსაკუთრებით უფრო მოსრდილებს. აი წინასწარ რომ ვასწავლოთ ხოლმე, აი მაგალითად პირველ კლასელებსაც კი ვასწავლეთ 9-ზე გამრავლება და როგორ, ხო ვიცით რომ ესე 10 თითი და ჩაკეცე, მაგალითად 9-ჯერ 6 გვინდა, ხო? ჩავკეცოთ მე 6 თითი და ჩაკეცილი საქით. რამდენი თითიც არის ის? და ათეულებად გამოვიყენოთ ჩაკეცილი საქით ერთეულება და გამოვიდა რომ აი აგერ თურმე ყოფილა 9-ჯერ 6 54 ხო? ანუ ერთ-ერთი ხერხი 10-ზე გამრავლების ხრიკები რო ვასწავლოთ რა თუ ნებისმიერ რიცხვს გავმრავლოთ 10-ჯერ დავწეროთ იგივე რიცხვი და გვერდზე 0 მივწეროთ. ანუ ძალიან კარგია თუ მათემატიკურ ხრიკებს ვასწავლეთ ჩვენ მოსწავლეებს, არა? 5-ზე გაყოფის, 5-ზე გამრავლების, მრავალჯერადი შეკრების და ასე შემდეგ. ამდენ შემდეგ ბარათზე რო გადავიდეთ 28-ზე ვარ როგორც მახსოვს ხო? კი ბატონო. კაი, იყოს 28 გამორჩა, მაგრამ ეს ის არის ზუსტად ეს ხრიკები 4-ზე გამრავლება ხო გახსოვთ გაორმაგე და კიდე გაორმაგე 100-ზე გაყოფა და ეხლა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სახალისო აქტივობა მზეო 9 თვალა, ხო? და განსაკუთრებით თქვა რიცხვი 9-ის გაცნობის დროს, ხო? როდესაც გვინდა რიცხვი და ციფრი 9 გავასწავლოთ, შექმნეთ დიდი მზის გამოსახულება, ესე 9 სხივით და დაიწყეთ ბავშვებმა უნდა დათვალოთ პირველ რიგში სხივები დავთვალოთ და უკავშიროთ რიცხვს. მერე თითოეულ სხივში შეგვიძლია ჩაუწეროთ მაგალითები შეკრების და გამოკლებისთვის, დრო ვასწავლოთ, მზის კალენდარი და ნაწილების სწავლება, დილით, შუადღეც, საღამოს, თქვა რიტმული თვა, ნახე, ვამბობ მზეო 9 თვალა და რიტმულად უნდა დაუკავშირონ ეს რიცხვები 1-დან 9-მდე. მაგალითად მზეო 9 თვალა 7 და უნდა ბავშვებმა თქვა გაჩვენონ 7 თითი და თან თამაშობ და თან მერე ერთი მოსწავლეობს მზეო 9 თვალა და უკრავს იმდენ ტაშს, იმდენჯერაც თვითონ ჩაიფიქრა რიცხვი, მაგალითად ჩაიფიქრა 2 და უნდა დაუკრას ტაში 2-ჯერ და ბავშვები ამ მზეს ესე 2 სხივს აკეთებენ, ხო? ანუ რიტმულ თამაშებს გულისხმობთ. მოძრავი მათემატიკური თამაშები შეგვიძლია ეს მზე დავდა, დიდი მზე დავდოთ იატაკზე და ბავშვები მოძრაობენ აი იმების მიხედვით. გადახტი 2 ნაბიჯი მზიდან მარჯვნივ, 2 მარცხნივ და ასე შემდეგ. შემდეგ ბარათზეც რო გადავიდეთ, მადლობა. 29 ბარათზე ვართ. ჯერ არ ჩანს, მაგრამ გადავალთ. ხო? შემდეგი ბარათი არის 21 ბარათზე აქ მაქვს უბრალოდ მითითებული ძალიან საყვარელი ბმულია და შეგიძლიათ ნახოთ რიცხვების სწავლება, სხვადასხვა როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან კარგი რესურსია YouTube-ზე და შეგიძლიათ რომ მე ესეთი რესურსები წინასწარ მოამზადოთ ხოლმე რომ გაკვეთილის გამრავალფეროვნებისთვის და გალამაზებისთვის. შემდეგი აქტივობა არის 31 ბარათზე რომ გადახვიდეთ, ნახეთ შემდეგი აქტივობა და მეკობრეები, ხო იცით ეს ზღაპრული პერსონაჟები და განსაკუთრებით მეკობრეები ძალიან უყვართ ბავშვებს და აი აქტივობა მეკობრეების სხვადასხვა ტიპის იმებად განძის დათვლა, განძის რუკის კოორდინატების მოძიება, მეკობრეების გემის გეომეტრია, ნახეთ განძის გაყოფა, რომ გაუყონ ერთმანეთს, კუნძულების რაოდენობის შედარება, განძის კივრის ყოდის გაკევა. ანუ ნახეთ აქ არის აქტივობათა ჩამონათვალი, რაც აი ეს მეკობრეებს უკავშირდება და რა თქმა უნდა მასწავლებელი ჩვენ განგვასხვავებს სხვა პროფესიისგან ის რომ ჩვენ ვართ ძალიან შემოქმედებითი ადამიანები, ხო, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე და აი ეს შემოქმედებითი ნაპერწკლები ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აი ეს ძალიან საინტერესო აქტივობები მოვიფიქროთ, შექმნათ, მივაწოდოთ ბავშვებს, იმიტომ რომ ბავშვებისთვის სწავლება უნდა გახდეს და იყოს ფერადი, ხო? მეკობრეების ეკიპაჟის ფორმირება, მეკობრეების ბილეთების გაყიდვა, ნახეთ, სულ სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომელიც ერთით შეხედვით მეკობრეებს უკავშირდება, მაგრამ ძალიან საინტერესოდ აყვარებს და აინტერესებს მოსწავლეებს. შემდეგ ბარათზე რო გადახვიდეთ, რაღაც სხვა რამე გამოჩნდა ეკრანზე. შემდეგ ბარათზე რო გადავიდეთ, ხო? აი მადლობა. მუსიკა და რითმები, წეგანაც ვამბობდით, რომ მუსიკით შესწავლილი მათემატიკა ძალიან სახალისო გამოდის. ჩანს.
ისა, ხო? გამოიყენეთ მოკლე ამბებით, კონცეფციების ილუსტრირებისთვის, ხო? შექმნით მარტივი სიმღერები და რითმები, რომ გახსოვთ ჯანირო და ის არის გამრავლებას რო ასწავლიან რაღაცნაირად, ხო? მაგალითად, ჩემს ბავშვობაში შეგაჭამე კექსი, გვარი 6 შეგაჭამე კექსი. ანუ რაღაცა მარტივი, გარითმული წინადადებები მათემატიკის დასამახსოვრებლად 5x5 25 რაღაცა სიმღერით, ან გავრიტმოთ, ან გავრეპოთ, 6x8 48 რაღაცა ესე რეპით ძალიან ადვილად. მოკლედ მუსიკას და რითმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათემატიკის სწავლების დროს. გადავიდეთ შემდეგზე, შემდეგი აქტივობა 33 ბარათზე არის აქტივობა ნაყინებზე, თუ სწორად მახსოვს, ნაყინის მათემატიკა. აქაც შეგვიძლია პირდაპირ აღწერილია ნაბიჯები აქტივობა დინეს ვაფლიან დიდ ქაღალდზე გამოჭერს სხვადასხვა კლასები მოწვავს ან დავით კლასი პატარა ჯგუფება და აი ამ აქტივობის თამაშით შეიძლება ერთ-ერთი აქტივობაა მომნადრო გადახვიდე საზამთროზე, ხო? 34, ხო? ეს საზამთროს ნაჭრებს ეძახით, საჭირო მასალა აქაც არის მითითებული. და შეიძლება ფერადი და საინტერესო უნდა იყოს მათემატიკა როგორც იცით და მოსავი ხან აღარ არის გაზიარებული. აი გაზიარდა ისევ მადლობა. მოსავლეებს დაურიგეთ საზამთროს ფორმის ქაღალდები, მიეცით სხვადასხვა რაოდენობის თესლები, პეწეწუნებულსენი, ან მძივები, ოღონდ ვიცით როგორ და გამოვიყენოთ. აი შემდეგი აქტივობა, აი გადადით თუ ვერ მოესწრება რაღაცნაირად ვერ ხდება მგონი და იყოს კანფეტების წვიმა და ძალიან საყვარელი აქტივობაა, იმიტომ რომ კანფეტების რითმით და თანმიმდევრობით შექმნით მარტივი თანმიმდევრობა. ეს კანფეტს ყრი მუჭით მასზე მერხზე და იწყებენ მოსწავლეები დათვლას და აბა დაიწყებს მე შეგიძლიათ უკვე კანფეტების ქაღალდების თან ეს ყველაფერი მათემატიკად ვაქციოთ. 37 ბარათზე რო გადახდეთ 23-36 ყოფილა. ჩემთან ეხლა მგონი გამოჩნდა. აბა დაი. აქტივობები ლექსებით ჟირაფის ოდენა ძალიან საყვარელია. მაგალითად შეგვიძლია ვასაუბროთ გამოყვას 2 ან 3 მოსწავლე, ზომავთ მათ სიმაღლეებს დაფასთან, მე ერთმანეთს ვადარებთ და აქაც ძალიან კარგია ჟირაფის ოდენა ამ აქტივობას მონაცემ და ვიზუალიზაციას ვაკეთებთ მე ეკრანზე. შეგვიძლია სვეტოვანი დიაგრამის სახით მოადგინოთ ჩვენი მონაცემები, პერსონალიზირებული ჟირაფები გავამზადოთ, ხო? ბავშვების ზომის მიხედვით და საკუთარი დაწერის დროს ჯო დამიწერია და მე გავასწორეთ ჟირაფი უნდა ეწეროს. მე თვითონ გამომრჩენია და მოვაპატიეთ და შეგვიძლია რომ ვირტუალური ჯილდოებიც, ხო? ძალიან კარგია ვირტუალურ ჯილდოებს თუ გამოვიყენებთ ხოლმე. თქვათ რაღაცა სტიკერი ან აი შენ დაფაზე გამოხდება რომ ყოჩახ შენ სწორად გააკეთე და რაღაცა ამ სხვადასხვა არის ასეთი ვირტუალური ჯილდოებით ის ჩვენი აქტივობები ჩვენ წიგს რომელსაც ამშვენებს შორენა ტაპატაძის თქო რა ვთქვით. სხვადასხვა ლექსების გამოყენება მათემატიკაში ძალიან კარგია. 37 ბარათზე რომ გადახვიდეთ. რა გადახვიდეთ უკაც. აი აქტივობა ლექსთმატიკა ესე დავარქვი თავის დროზე. სხვა შორის ამას წინათ იყო ძალიან კარგი ინტერვიუ მასწავლებელი ჯიზენა ნათია ნაფეტვარიძის წერილი იყო ქართმათი და მათქართი და ლექსთმატიკა ქვია ამას თავის დროზე მე მოვიფიქრე და ლექსები არის ცხოველებზე და ამ ცხოველებზე გამოყენებული ლექსებით ვასწავლით მათემატიკას. მაგალითად დავთვალოთ პირველ სტრიქონში ასოების რაოდენობა და ჩავწეროთ გამოსახულება პირველი სიტყვების ასოებისა და მეორე სიტყვის ასოების რაოდენობის ჯამით. მერე მეორე, მესამე, ოღონდ თან აძლევ არჩევანის საშუალებას. თქვათ პირობითად ეკრანზე გამოგაგეუნები, რომ აიჩე რომელი ლექსი გინდა კატაზე, კურდღელზე თუ ციყვზე და დაიწყე მათემატიკური ჩანაწერების გაკეთება. აკვარიუმს მივარე თომას წკიფის ჩაუყ 3 თევზი, 4 ფსკერზე ზირსო. სულ რამდენი თელი ყარა ჩვენ პატარა გმირსო, თან უნდა გამოიცნოს და პასუხი გასცეს ლექსში ჩამალულ მათემატიკას და პარალელურად
შეუძლია აი აქციოს მათემატიკის დასახულებას კიდევ ამბობ პირველ სტრიქონში ასოების პირველ სიტყვაში ასოების რაოდენობას მივუმატოს მეორე სიტყვის ასოების რაოდენობა და ამასობაში 2 3 4 5 სადღაც 10 და 12 მაგალითი ისე ჩამოეწერება და ისე შემოესწავლება მოსწავლეს ხალისით რომ ჩვენც ვერ მივხვდებით შემდეგი ბარათი ძალიან მიყვარს ქალბატონი ელენე ბეთლემიშვილი მივულოცავ ახლა ათეულში მოხდა მასწავლებლის და მისი ლექსი ვიპოვე და ძალიან მომეწონა. გზაზე მიდის ერთი კაცი, ერთი პალტო აცვია, ერთი ჩანთა უკავია, შიგ ლეკვი ყავს პაცია, ლეკვიც არის ერთი, არიღლება კეფით და იწყება დაითვალე რამდენჯერ შეგვხვდა სიტყვა ერთი, რამდენჯერ არის ნახსენების სიტყვა ლეკვი, ხო, სად უზის ლეკვი კაცს. მოდი არჩიე რომელიმე სიტყვა, რომელიც შენ მოგწონს ამ ლექსში მაგალითად მე მომეწონა ლეკვი და პაცია და დაწერე ამ 2 სიტყვის შესაბამისი გამოსახულება მიმატების სახით და ასე შემდეგ. აბა შემდეგ ბარათზე რო გადავიდეთ შემდეგი ბარათი არის რიცხვების კატალოგი. შეგიძლიათ დავამზადებინოთ ხელნაკეთი წიგნის სათაურით რიცხვების კატალოგი და წერენ რიცხვებს ყოველ მომდევნო ფურცელზე რაღაცა რიცხვის შესაბამისად და ამ რიცხვის გაფორმებას შეუძლია ნახატი გააკეთოს რიცხვის რაოდენობებმაც გააფორმოს სხვადასხვა მითი. აბა შემდეგზეც რო გადავხვიდეთ მე-40-ზე ძალიან საყვარელი აქტივობა 10-იანის იუბილე და პირველ კლასელებს განსაკუთრებით როდესაც რიცხვი 10-ზე მივდივართ, თუმცა კიდევ ამბობ შეგიძლიათ 10-იანის ნაცვლად იყოს 100-იანი, 20-იანი გააჩნიათ იმ ასაკობრივ ჯგუფს, რომელ ასაკობრივ ჯგუფშიც თქვენ მუშაობთ თქვენ მოსწავლეებთან, მაგრამ ფაქტია რომ უნდა მოვუწყოთ რომელიღაცა რიცხვს ამ შემთხვევაში 10-იანს იუბილე, უნდა დავამზადოთ მუყაოს ტორტი და პაწაწინა ტორტით გაუმასპინძლდეთ, ხო, ისი პეწიწუნა ტორტებს კოლორინგი რო, ხო, ელექტრონულ იმაში კოლორინგს რო ჩავწერ ხოლმე, იქვე მიუწერ ტორტს და რაც მინდა რომელ ნახატსაც მინდა იმას ამოუბეჭდა ბავშვებს და დაუხატავ და ურიგებ ხოლმე, ხო? მანამდე ვამზადებთ მოსწავლეებს სახალისო აქტივობებით, ჯგუფური თამაშებით და დადებითი ემოციებით, ხო? ვაჩვენებთ მოკლე ვიდეოებს, მულტფილმებს რიცხვების შესახებ და შემდეგ უკვე პატარა იუბილეს შეგვიძლია მოვაწყოთ, ხო? შეუძლიათ აგეგვირგვინებიც გაიკეთონ 10-იანის იუბილეზე და ასე შემდეგ. მომდევნოზე რო გადავხვიდეთ, ძალიან მიყვარს კიდევ მეორე სათაურებია, ხო? ძალიან სახალისო და მე ბევრი რამე შეიძლება თავად მოიფიქროთ. არსებობს ოსკარით დაჯილდოება და აგერ ჩვენთან გვაქვს ოსკარი, ხო? ამას ნიშნავს რომ 20 კარი უნდა გაიღოს ამ შემთხვევაში რომ რეალში შევიდნენ და 20 სხვადასხვა დავალება და მე ესეთი გამარჯვებულ ჯგუფს დადებული 20-იანი როგორც ოსკარი გადაეცემათ ხოლმე გამარჯვებულებს ჩვენ გადავცემთ 20 კარს პეტერა რიცხვების იმას, ხო, ესეც უნდა ჯილდოები ბავშვებს ძალიან ახარებს და ახალისებს ხოლმე და мотивაციას უზრდის. რენო ბარათზე რომ გადავხვიდეთ, ხო და აი 20 კარისთვის კიდევ შეიძლება რომ ერთი კვირა იმზადებოდე კვირის აქტიურა უცნაური სასახლეები. და ამ უცნაურ სასახლეში არის თქვათ აი ესე დახატულია უცნაური სასახლე, მოცემულია რიცხვები და ეუბნება რომ აბა მოდი ახლა ეს თუ დააკორდეთ აქ მხოლოდ კენტი რიცხვები არის, შეგიძლიათ ცალკე იყოს სასახლე, რომელსაც ასევე ლუწი რიცხვები ექნება და მოდი ახლა დააწყვილე კენტი და ლუწი რიცხვები, ხო? ერთი სასახლიდან იღებს თქვათ 3-იანს კენტებიდან მეორე სასახლიდან არჩევს 4-იანს, იმიტომ რომ უკვე ეს ლუწის სასახლე იქნება, კენტის და ლუწის ადვილად სწავლის ძალიან კარგია ეს. უცნაურ სასახლეებს თუ დავარქმევთ კენტის სასახლე, ლუწის სასახლე და მე ერთმანეთთან დაწყვილებით შეიძლება რომ მათემატიკური აქტივობებიც მოვიფიქროთ და ჩვენ ვიცით რომ კენტი და ლუწი მომდევნო ბარათზე შეიძლება რომ ფერებითა განვასხვაოთ ერთისგან, რომ გადახვიდეთ მომდევნო ბარათზე, ხო? და აი ქილები შეიძლება რომ აი ესეთი ქილებით შეგვიძლია რომ დაუხატოთ ან მიუტანოთ მარტო 2 კილო და მათეთ არის დაჭრილი რიცხვები კენტი რიცხვები ერთი ფერის ბარათებზე, ლუწი რიცხვები ერთი ფერის ბარათებზე და ბავშვებს ესე ამ ბარათებს ეუბნები და ეუბნება განაწილე ამ კილებში კენტები ერთ მხარეს, ლუწები მეორე მხარეს, ხო? აბა რომ გადავიდეთ
შემდეგ ბარათზე 54 ბარათზე და კენტი და ლუცი რიცხვების 54 ხო? კენტი და ლუცი რიცხვების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში. იციან რომ თუ ვთქვათ ერთით მთავრდება და 7-ით ან 3-ით ან 5-ით ხო ან 9-ით ბოლო რიცხვი რაც არის, რაც არ უნდა, რამხელა რიცხვიც არ უნდა იყოს, გააჩნია რა იქნება მისი ბოლო კიდურა რიცხვი ან ციფრი და იმის მიხედვით განსაზღვრავს კენტია თუ ლუცი. და ესეთი ტიპის აქტივობები. მოდი ახლა გავაკეთოთ დავამზადოთ ბარათები ბავშვებო, ერთ მხარეს დავხატოთ მხოლოდ კენტი რიცხვების შესაბამისი ნახატები, მეორე მხარეს ლუცი რიცხვების. აბა რომ გადავიდეთ 55 ბარათზე. ჯერ არ გადასულა, ახლა მე მგონი, აი ახლა გადადის. ხო, აი საათებზეც კი, სათამაშო საათებზე, ეს არის კენტი რიცხვების მუშაობა და აი პირველ საათში არის რამე გამოტებული ლუცი ციფრი და ასე, რამე გამოტებული კენტი ციფრები პირველ საათზე და ასე შემდეგ, ხო? და საათი კიდე საერთოდ აბსოლუტურად ცალკე სახალისო აქტივობა, რომელიც აი პირველი ის რომ 12-ის გააზრება სასწავლის მოსწავლეებს და ძალიან მნიშვნელოვნად ის არის საათის აი ეს 5-ობით თულას რო ასწავლის ესეც ხო მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათთვის და ასევე ის რომ შეკრება მაგალითად უბრალოდ დაუდოთ 10 ყველა ციფრით 12-ვე ციფრით და უნები რომ აარჩიე რომელი ორი ჯერ მოპირდაპირ ციფრები ვასწავლოთ ხო დიაგონალური მაგალითად 7 და 1 დიაგონალურ ერთ ხაზზე არიან და მოდი შევკრიბოთ დიაგონალურ ხაზზე ციფრები ან აარჩიე და რომლებ და ეს აქტივობები ის მიზანი იყოს რომ ჩვენ გქონდეს სწავლებისთვის რაც შეიძლება მეტი ფერადი რესურსი, რაც შეიძლება მეტი მანიპულატივი, რაც შეიძლება მეტი და საინტერესო და სახალისო აქტივობა, რაც შეიძლება მეტი და სახალისო და განსხვავებული შევაყვაროთ და დავანახოთ მოსწავლეებს სულ სხვა ჭრილში, რომ გადავიდეთ შემდეგ ბარათზე ესე შეჯამებასავით არის უკვე რომ ჩვენ ვიცით რომ ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს მეცნიერებას, ცოდნას, სწავლას, ხოლო მათემატიკოსი ნიშნავს სწავლის მოყვარულს, ხო? მაგრამ ნახეთ როგორ არის შემდეგ ბარათზე რო გადავიდეთ, ყველა მათემატიკოსი ვერ გამოვა, მაგრამ ყველა მოსწავლე უნდა იყოს სწავლის მოყვარული. ჩვენ უნდა ავანთოთ მჭირაღდანი, რომ ჩვენი მთავარი მასწავლებლის მთავარი მიზანია რომ მოსწავლეები აქციოს არა მათემატიკოსებად, რომ მჭირაღდანები დაანთოთ სწავლის სიყვარული. ახლა შევაჯამოთ 52-ვე ბარათზე რო გადავიდეთ, ხო? და ნახე რა არის, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს მათემატიკა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვებმა შეიყვარონ და სულ სხვა ჭრილში, სულ სხვა ფერით და ეს ჩამონაცვლი რომ მათემატიკის სწავლა მრავალფეროვანი, მრავალმხრივ უნარებზე ორიენტირებული, ეს არის გაუღვივოთ მოსწავლეებს პირველი საგნისადმი ინტერესი. მეორე არის რომ რაც შეიძლება შექმნათ პოზიტიური განწყობა, ხო? ჩამოუყალიბოთ დადებითი ემოცია, რომ აი მათემატიკის მასწავლებელი მოდის, აუ დღეს რა უნდა გავაკეთოთ? კარებში ვეკითხებიან ხოლმე, რა უნდა გავაკეთოთ? იმიტომ რომ დადებითი იქ თუ წინა გაკვეთილზე ითამაშა, იქ თუ ჭიამაიები თვალა, იქ ასე შემდეგ მეოთხე არის შინაგანი мотиваცია რომ ბავშვებს თონდეთ შინაგანი мотиваცია მაღალი იმიტომ რომ იცის რომ მათემატიკა ყველგან და ყველაფერშია და აუცილებლად გამოადგება ცხოვრებაში ზღაპრული ელფერი ძალიან სხვანაირ ხდის ხო მათემატიკის გაკვეთილს და არა ხოლმე და ზღაპრული ელემენტები არ შევახომე რომ დღეს სტაკალა-პაკალა ბუმ და დამიწერეთ რიცხვი 25 და უცბად იწყებენ ხო რაღაცა ის ზღაპრული სიტყვა მათთვის უკვე ცოტა სხვა мотиваციის შექმნელი შეიძლება გახდეს კავშირი ცხოვრებასთან და საერთოდაც ვიცით რომ ნებისმიერ საგანს სწავლობთ მხოლოდ იმიტომ რომ გამოვიყენოთ ეს საგანი და ეს მიღებული ცოდნა ცხოვრებაში მნიშვნელოვანია რომ საგანთა შორის ინტეგრირება და საგანთა შორის ინტეგრირებით ბავშვები იწყებენ და სულ სხვა თვალით ხედავენ სამყაროს და ბოლო 59 ბარათზე რომ მოსწავლე როგორც პატარა მათემატიკოსი, ანუ ჩვენი მიზანი არის რომ სწავლის მოყვარული, ხო?
ვაქციოთ მოსწავლეები პატარა მათემატიკოსებად და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებს. მადლობა იმისთვის, რომ მეც აქ ვარ თქვენთან და ესე დავასრულებდი, რომ აბა თქვენცით გახსენით კარი და შემოუშვით ყველა გაკვეთილზე უზნაძე თავისი განწყობის თეორიით, ხო? ვიგოც კი თავისი განვითარების თეორიით, რომ წინარე ცოდნას ახალი ცოდნა დაამატოს. და რაც შეიძლება მეტი ფიროსმანი თავისი შემოქმედებით და რაც თორია სიყვარული სწავლისადმი, მოტივაცია, განწყობა მოსწავლეებს ავუმაღლოთ, იმიტომ რომ სწავლა არის ცხოვრებისთვის. და ჩვენ ვიცით, რომ თითეული საგანი, მათ შორის განსაკუთრებით მათემატიკა, რაფერია მასწავლებელო მათემატიკა როგორ და მათემატიკა არის ჭრელი. იმიტომ რომ მათემატიკას გვეძლევა საშუალება, რომ დავანახოთ მოსწავლეს როგორც ყველაზე საჭირო, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ფერადი დაინახე მათემატიკა სხვა ჭრილში. დიდი მადლობა, როგორ ხართ, რასაკვირველი ამზად ვარ შეკითხვებისთვის, შევეცადე რომ მაქსიმალურად ამომწურავად და მესაუბრად და თან დროშიც ჩავტეულიყავი. და რასაკვირველია შეპირებისამებრ გაწვდით ამ პრეზენტაციასაც და პარალელურად იმ ელექტრონული ბმულების ჩამონათვალსაც, რომელიც შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ, თამაშით ვასწავლოთ ბავშვებს მათემატიკა და შევაყვაროთ კიდევაც, ხო? დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა და დიდი მადლობა ჩვენ მსმენელებს. ახლა კითხვა თუ აქვთ ვინმეს მოусმენდით და როგორც კი მოგვაწვდი მასალებს, ეს ჩანაწერიც და მასალებიც აიტვირთება ჩვენს ჯგუფში. Facebook ჯგუფში თუ Teams-ში ისედაც რჩება. დიდი მადლობა. მადლობა. თუ არის კითხვები, რასაკვირველია აქვთ. ისმენთია, ხო? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის ამ დაორგანიზებისთვის ქალბატონ ზიას. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ამ ყველაფრისთვის და ძალიან გვჭირდება ასეთ დროს ერთმანეთში გვერდში დგომა. უღმესი მადლობა ქალბატონო ზია. უღმესი მადლობა თქვენ ქალბატონო ხათუნა დიდი სიამოვნებით გესწრებით ყოველთვის თქვენს ტრენინგებს. მithumetes ახლა პირველი კლასში შევდივარ და ეს თქვენი არაჩვეულებრივი ტრენინგი, არაჩვეულ გამომადგება. ძალიან დიდი სიყვარულით ვასწავლედი პირველ-მეორე კლასში ამ თქვენ სახელმძღვანელოებს აი იმ პერიოდში. მთელი ზაფხული რო იყავით, აი მართლა ჩამბული რო გავდიოდით ამ ყველა ტრენინგზე ვიყავი აბსოლუტურად იმ წლებში და შემდეგ დაამწყდა გული რომ უკვე მესამე-მეოთხე კლასში ფიზიკურად თქვენი წიგნები ნუ აღარ იყო რა. და აი მიღებული არ არის, თორე ისეთი კარგი გამოვიდა, მესამე-მეოთხე უკეთესია. აი იმდენად კარგი არის თქვენი სახელმძღვანელოები, რომ აი მართლა გვერდზე გახედვა აღარ გჭირდება, იმდენად დახუნძრულია ყველანაირი რესურსი და განსაკუთრებით არაჩვეულებრივი რესურსი იყო ეს ელექტრონული რესურსები, რომელსაც მართლა ყოველდღე აი თუ რაღაცა რომ აი ან ჩატში ვერ გადაუგზავნე, რაღაცა ეგრევე მასწავლებელო გუში რატომ არ გადმოგვიგზავნე და სიხარულით და მოტივირებული იყვნენ ბავშვები. აი ძალიან ყველა